1913 წელს მეფე ნიკოლოზ მეორის დედისთვის საჩუქრად შექმნილი Fabergé-ს კვერცხი კრისტის აუქციონზე რეკორდულ 30,200,000 გაიყიდა. ეს არის ზამთრის კვერცხისთვის აუქციონზე ისე რომ იცოდეთ აი ხარ რასაც უყურებთ ამისთვის 3 წუთი იბრძოდნენ აუქციონზე და საბოლოოდ როგორც ხდება ხოლმე აუქციონი უცნობმა მყიდველმა მოიგო, რომელმაც ლონდონში გამართულ აუქციონზე საბოლოოდ 23 მილიონი გირვანქა სტერლინგამდე გადაიხადა. ამბობენ მყიდველი მთლად საქართველოდან არა, მაგრამ მამიდა ყავდა მყიდველს ქართველიო. მამიდა. მინდაძის ქალი იქნებოდაო, მინდაძის. ეგ არაფერი ხუმრობა იქით იყოს, მინდაძეებს ღეგზელობა და მოკითხვა არაჩვეულებრივი გვარია და ადამიანები, მოკითხვები ოჯახობით. Fabergé-ს თემას ესე იოლად ვერ შევეშვები, რადგან გუშინ აპოგეა ვნახე ამ თემასთან დაკავშირებით. ახალი ზელანდიის პოლიციამ დააკავა 32 წლის პირი, ტიპი ვიღაცა, რომელმაც მოპარვის მიზნით აი ეს Fabergé-ს კვერცხი გადაყლაპა. კერძოდ საუბარია Fabergé-ს შთაგონებით შექმნილ აი ამ 8 ფეხას კვერცხზე, რომელიც არ ვიცი ვისაც ნანახი გაქვთ ჯეიმს ბონდის სერიალები, ეს ფიგურირებს ეს ყველაფერი ოქტოპუსში. და ცნობისთვის კვერცხის ასლს, რომელიც 18 კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული, ეღონდ ეს ასლი გადაყლაპა ამ პატრონომ, 60 თეთრი ბრილიანტი და 15 ლურჯი საფირონი აქვს და მისი ღირებულება $19,000-ია. მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი. აი ეს კონკრეტული ექსპონატი, რომლის ასლიც ერთ-ერთ საიუველირო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, აი ამ მამაკაცმა მივიდა, გადაყლაპა და ადგილიდან მიმალვა სცადა. მაგრამ აქ არ მთავრდება კიდევ ყველაფერი. პოლიცია ადასტურებს, რომ ნივთი დაიკარგა, მოპარულიაო, მაგრამ ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილიო. ცოტა ხანი დაელოდეთ მაინც და თუ არ გამოჩნდა მე მიგითითებთ ბროწეულის მიქსტურაზე, რომელიც გამორჩეულა ჩვეულის Fabergé-ს კვერცხის გამოჩენასაც კი იმ ადგილიდან.